გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ რედერი დელივერი და ჩემი მთავარი მიზანია განახოთ თბილისი ისე როგორც მე ვხედავ. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ თუ როგორია იმუშაო წვიმაში, რა ხდება ქალაქში, როგორი მოძრაობაა და რას შვება საფორთი ამ დროს. მადლობა ჩემ გამომწერებს და მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ჩემი მთავარი მიზანიც ეგ არის რომ იყოს სასიამოვნო საყურებელი და პარალელურად ხედავდეთ თუ როგორია იმუშაოთ კურიერად. ეს არის მთელი დღე წვიმა გამოცხადებული, მაგრამ ზაფხულის წვიმაა და ხან მზეა, ხან წვიმს. მე კიდევ ვეცდები ამ პერიოდში დავტო ბევრი შეკვეთა. უბრალოდ მომიწევს თუ ადრით ცოტა ხანი შესვენება. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და კონტენტი, არ დაგაუწყდეთ ახლის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემი გვერდში გლოვისთვის. მე კი წავედი სამუშაოდ. Tugri, აქ რა გინდა? ვაუ! Როასექვს დიდი დრო უნდა. აბადე, ნასონ გამარებაში საფოდან ნაიორელა და ოსო დავთვალე რა. ოსო სამოც დავთვალე. შეიძლება სამოც კანდაკე მაჩუპოთო საფრანგე გავიდე. Salgos domnule, qual măuțan, da? Ara psătana, înțeleg pe până. Ara, asta se vodește. Matvori, ara, da, așa o fel, da. Gari, tot foaie, da. Omul se malu, văd, asta se vodește. Gari, faci. Malu, văd tot. Orista haşı yok mu zaten? Real friends. Ara. Real friends. I guess I get what I deserve on a word on the street and heard from 'em. I guess I get what I deserve on a talk down on my name. გამოდის 9:00-ია. ანუ Sineli amindia da. Real friends. Real friends. Wow. Real friends. Real friends. Real friends. Real friends. I guess I get what I Chris, deserve. Word. that's the two one. როგორ გინდა ხა ეს აიღო? ამ იმაში ისე რომ არც არის რაღაც ჩართულია. მაღალი მოთხოვნა და ამ წვიმაში 20%-ია ჩართული ბონუსი. ესეთ ამინდებში მინიმუმ 100% უნდა იყოს ჩართული ბონუსი. ეხლა არ ვიცი გლოვოში რა სიტუაციაა, მაგრამ 1-2 წლით რომ მუშაობდი მაგ პერიოდში 2x, 2.20x იყო ჩართული. და კიდე რავი, აი, მთელი დღე წვიმა არის გამოცხადებული. აქ არ წვიმს, მაგრამ შეიძლება ნახალოკაში ძალიან თქმა არის. არის ეგეთი უადლო ამინდი, როგორი დღეცაა რა, უბრალოდ ერთ-ერთ ამინდში 20% მართლა სასაცილოა და კურიერის დაუფასებლობა არის.
ბევრ პრობლემას ატყდები ამ პერიოდში რა. ეხო ქალაქში მოძრაობა რისკი არის ესე დრო. იმიტომ რომ იმ დროს რასაც ვაკვირდები ხალხი ირევა და ვერ თქვეითები დადიან ნორმალურად ერთმანქანის ღოლები და ვერც მოტორ და მოპედის ღოლები. უბრალოდ ეს ხო რისკია. მერე ოდნავზე მეტადი ხმა მუხრუც და შეიძლება გაგაცნოს. აი აგერ ხა ხიდზე გადასასვლელი არის რკინის დაგებული ამორტიზატორი და ამ ამორტიზატორზე ისე გაქანაო შეიძლება ეგრევე მოგატუროთ ოდნავ ფარათუ მიდიხარ. მერე ეს შემთხვევა. თუ რო წვიმა არ გასვლებდეს ისე გვერდით მანქანა ისეთ გაწიწავს რომ შეიძლება აბანო არ დაგწიძო. იდეა არის ის მომენტი რომ შეკვეთის აღება გინდა და ფიზიკურად ვერ იღებ იმიტომ რომ ტელეფონი რაც არ უნდა დაგრინო მაინც ელდება სენსორი ვეღარ კითხულობ თითის ანაბეჭს და გიწევს ჩალიჩი გაშრობა ნახე მოხდა აღარ ბანაო მეტი კვირა მე ყოფა უეტონი We shed some tears of love now, like the tears in the rain. When son of the dead I went back, yeah. There's nobody like my mom. There's no place like my home since I was born. When I was young, the flavor is so strong. I've missed it so long now. აი რა ნუ მოიწინე ასწორებ გაგრილება ამაჯო იქეთ მზეა არწმუნს აქეთ თავქვა არის იმედით რომ შეიძლება მეორე მომაბათ ამაჯობა ადენ ხანი უნდაორმეზე უცნობი ხოდა 20 წუთი დააგვიანდებო ძალიან ტეხოსა რამდენი ხანია მივიწერე და ჯერ პასუხი არ მოუწერიათ მით უმეტეს ესეთი ამინდი არის და პირიქით უფრო უნდა აქტიურობდნენ რომ დროულად მიწერონ კურიერს პასუხის ნუ მე 10 წუთი დაველოდები როგორც წესია აპორტის თუ არ მომწერს ავტომატურად ჩავხსნი ამ შეკვეთას ნუ დადასტურებით მაგრამ კარგი იქნებოდა თუ გვექნება იმის საშუალება რომ ჩვენი თვე ჩავიხსნათ შეკვეთა რომელსაც აგვიანდება და არ მოგვიწიოს საფორდეოდული მე ესენი როდის გადაამოწმებენ როდის მიტერენ ობიექტს და როდის დაგვიბრუნებენ პასუხს კაცმა არის 10 წუთი მოვდიოდი ამ შეკვეთის ასაგებად და კიდე აქ ველოდებით 10 წუთია საფორდ დაახლოებით 10 წუთია მივწერე 1-2 წუთის დაველოდები და ჩავიხსნე ძალიან ტეხავს რა ხელი ვარ ბოლომდე ფეხებში მას პალი ნორმალურად ვერ ვიწერებით რომ ხელები გვაქვს სველი და ტელეფონის მაგ კიდე ამათ კიდია ალბათ ვერ ვიხსნი საფორს მივწერე იმ წამსვე და არც მპასუხობენ დააგვიანდება ჯობია ჩაიხსნაო მის ამღებია ვარ ეხლა მომწერე ეხლა რა აზრია მომწერე ამარჯობა Adoro. Good. They like it. საფორთან მიმოწერე დრო ჩემი აზრი დაუფიქსირე და არ ვიცი ხა როგორი მოქმედებენ ჩამომაწერენ ამ შეკვეთას თუ არა. თუ ჩამომაწერეს მაგარი არასწორები იქნებიან. არ შეიძლება ესე რა. ამინდი მაინც უნდა გაითვალისწინო როცა იცი ადამიანი
უფრო მეტად სტრესში არის და უფრო მეტს შრომობს, რომ რაღაცა გამოუვიდე. წერ და რავი, სავარაუდოდ იყიდებ და აგვიანებ ფაჭას. მე არ ვიცი ხა შიგნით რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცას ვანაირად ვამუღამებ რა. გასაკანს არ გაძლევენ სავარაუდოდ. ალგორითმი ყოველი შემთხვევაში შეკვეთებიდოთ, მაგრამ საპორტით ცალკე. გამარჯობა. I'm here, I'm delivery. You need to buy entrance number 2? Yeah, it's entrance, yeah? 1 minute, I will come down to the order, 1 minute. Okay, I wait. Okay. აი დეგან თავსმა იყო ეხლა რა. ძალიან ცუდია ესეთი ამინდი სამუშაოდ. გამოსული ხარ 2 წუთი რაღაცა ამოწინს დაგასველებს. ნუ დღეს არა 2 წუთი ანიკრიბა, მაგრამ აი გიცეს აფუიდე გამოიცვალო და ისევ გამოხვიდე ან საერთოდ აღარ გამოხვიდე რა. მიდი. მალე. ხალხია თურმე ობიექტები სოლდება. გამარჯობა. 722. 722. დიახ. მადლობა. კარგად. გამარჯობა. მეორე ადამიანისთვის არაფერს. ერთი ქართველიც არა, აიოне. გამარჯობა, 22-ს რამდენი ხანი ვინ? 22. ასო ხამდე დამოდა. 21 მზადა, ხო? 21 და. ეგეთ დამივე. არ არის პრობლემა. არა. არაფრის. Алло. Да, здравствуйте. I'm here. Near your building. Okay. 1 minute. Да. ეხლა ეს მიმაქვს ლისიდან დიდ დილომში. Oh. Чуга. Гаварджо. მადლობა. ეხლა დილომში ვარ და ეს შეკვეთა რაც დავტოვე არ შემოსულა ხო. ამიტომ მირჩევნია ახლა გავთიშო პროგრამა, ძალიან დამისყოლდა ფეხები რა და გამოვიცვლი და ცოტა ხანში გავაგრძელებ. ნუ 10 შეკვეთა მაქვს დატოვებული 3 საათის განმავლობაში და 85 ლარია ნამუშევარი. უბრალოდ ეს ტარიფი ყოველთვის ესე არ არის. უბრალოდ რადგან თავს ხმა წვიმა იყო, იმიტომ მოვასწარი 10 შეკვეთაში ამდენის გამომუშავება. შესაბამისად ნახოთ როგორ გაგრძელდება დღე. ეხლა არის 4 საათი და
ნახოთ 7 საათამდე რამდენს გამოვიმუშავოთ. Vardanyan. Just what sounds like. მეგობრებო, ეს გაგრძელება არის მეორე დღის. გუშინ ვეღარ მოვახერხე გადაღება 4 საათიდან უნდა გავსულიყავ. უბრალოდ რაღაცა მიზეზის გამო ვერ მოვახერხე ვიდეოს გადაღება. შესაბამისად, გუშინ მქონდა 3 საათში ნამუშევარი 10 შეკვეთა და 10 შეკვეთიდან 85 ლარი გამოვიმუშავე. ეხლა კიდე 4-დან 7-მდე მინდა ვნახო, რამდენს დავტოვებ და რა თანხას გამოვიმუშავებ. გუშინაც ამ დროს უკვე იყო იგივე ამინდი, არც მინდა. შესაბამისად, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ის, რომ მეორე დღე არის. თიტაია გინდათ? აი ესე გაყევით გზას და პირდაპირ ბოლომდე რო გახვალთ წრიულია და უკვე თიტაია. დღესაც ისეთი ამინდია შეიძლება უაზროდ წამოწვიმოს და მერე გადაიღოს. თან ცხელა, თან გრივა. მერე შემომივიდა 2 ლარიანი შეკვეთა ევროპროდუქტის და არა უვე. ნორმალური ტარიფები მაინც ეგონა. Foi no baile de favela que tudo aconteceu. Fui duvidar do novinho, mas olha no que deu. Ele me arrastou pra treta e eu fiquei à vontade. Fui tirando a roupa e começou a sacanagem. Foi no baile de favela que tudo aconteceu. Fui duvidar do novinho, mas olha no que deu. Ele me arrastou pra treta e eu fiquei à vontade. Fui tirando a roupa toda e começou a sacanagem. Foi no girls wanna drink wine. Tell the man not to waste your time. If the man broke, the man he a joke. So you gotta get loose with the Henny and the Coke. 3, 2, 1, girls wanna have fun. If the man don't dance, he's done. Tell him move on, get the man gone. Now can I get a Coke with my rum? 3, 6, 9 girls wanna drink wine. Tell the man not to waste your time. If the man broke, the man he a joke. So you gotta get loose with the Coke. 3, 2, 1, girls. ვის გახსოვთ ესეთები რო იყიდებოდა 2000-იან წლებში? მე მგონი ყველა 2000-იანს აქვს მსგავსი ფოტო ფოტო გადაღებული. ნუ სახში ყოველი შემთხვევაში, მაგალითად მე. ვოლტს უხდება ის. ეს კიდე რა ვინა. ორი შეკვეთა მაქვს 3 საათში დატოვებული. სავარაუდო დეგაა რა. თუ გინდა რომ უღამი არ დაგეკარგოს მუშაობის, ერთიანად უნდა იმუშაო რაღაცა გარკვეული დრო. რა არის წეგან ხო ვიყავი. კაია ვიღოთ.
შეიძლება დილით კაი ტემპი იყოს მუშაობის და მეორეჯერ გასულზე საღამოს უცებ იმდენად ცუდად მოგაბა შეკვეთები რომ მუღამი დაგაკარგინოს. იმედია შემთხვევით არ მოენიშნა. გამარჯობა. 261. Get drunk, so you gotta get loose with the Henny and the Coke. 3, 2, 1, girls wanna have fun. If the man don't dance, he's done. ესით ამას მოვასწრებ ამ საათში. Now can I get a Coke with my rum? კოჩით მომივა. Coke with my rum? Can I get a 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 Coke with my rum? Can I get მოსვლით მოვედი დაჟე 2 წუთი დამჭირდა. Can I get a Coke with my rum? აქამდე მოსახლოა. Can I get a Coke with my rum? 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 I know you're not the best with words, but you need to think before you speak. Although you're trying to be honest, you always say things you don't mean. I know you're not the best with words, but you need to think before you speak. Although you're trying to be honest, you always say things you don't mean. Why do you always insist that I'm the cause of all your სიტრა problems? აი შუქნიშანი მეზიზღება ყველაზე მეტად. And თუ ვერ მოუსწარი და თუ ვერ დაამთხვიე რომ წვანეზე გამოყვიდე, იწევს 1 საათი მოდილი. I'm really trying, but I've got my marbles, but I'm starting to lose them. I'll keep on thinking, but I know I'm running out of options. Yeah. I know you're not the best with words, but you need to think before. ხა ეს იქნება 2 ვარიანტი შეკვეთა ტარიფშად გადაჩვენებს. აღგზავნჩება. You always იმდენი გადაბმა მიწევს, მე შეკვეთებს აღარ მაძლევ და მაინც ვერ გავდივარ ამ მაღალი ტარიფების მოლოდინში ნორმალურად. აი, რომენ number 1. be honest. You გამარჯობა. 263. მადლობა. დიახ. შეიძლება წარწერა. ხო მე შემიშავა. მოცვის რაღაცა, ხო? ანუ არა პრობლემა. მოცვი ჟოლო რა თავარი. კარგად. your words. I think you need to use your words. I think you need to use your words. I know you're not the best with words, but you need to think. 2 საათია რაც გამოსული ვარ სამუშაოდ. 7 შეკვეთა მაქვს დატოვებული. You always say things you don't mean. I know you're not the best with words, but და მომცავ ეკოას კარპური შეკვეთა, რომელიც მზად არის და უნდა ავიღო. to be honest, you always say things you don't mean. You're Mark, you too. ესეთი რაღაც პირველად ნახ. მენა корпуსი არის გაყოფილი შუაზე. მიცის რომ გაყოფილ. very საშიშია. ანუ корпуსი არის შუაზე გაყოფილი, ისე რომ სართულებს შორის საერთოდ არ გადაბული.
გამარჯობა. We are in the zone, the bass is pounding, shaking far, hands in the air, we are feeling floor. This beat is thumping, takes control. Back to back, we are in the zone, the bass is pounding, shaking floor, hands. გალერიის შეკვეთები თუ მზად არ არის, ვცდილობ რომ არ ავიღო, იმიტომ რომ ორმაგი დროის კარგვა გამოდის მერე. ჯერ როცა ობიექტზე ვოდები, მაგრამ მეორე როცა ობიექტამდე მისასვლელად დრო გჭირდება და სართულებზე სიარული. აქ რომ მითხრან ჩაფხუტი მოიხსენიო, გავჭედაო, ჩადრიანი ქალები დადიან არაბები და მაგათ არეულებიან არაფურს. ეხლა ჩემი შეკვეთა მზად არის და სავარაუდოდ მეორე შეკვეთას ავიღებ და ბოლშები გამეთქეონდო დღეს. თან ზუსტად 3 საათი წავა და შევაჯამებ გუშინდელი 3 საათიანი მუშაობის შედეგს და ევანდელ შედეგს. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა წვიმიან ამინში უფრო მაგალი ტარიფია. შესაბამისად იქ 10 შეკვეთა დავტოვე 85 ლარად და საშუალოდ გამოვიდა თვითონ შეკვეთა 8 ლარნახევარი, რაც ნორმალურია და ჩემი აზრით წვიმაში არ უნდა იყოს მარტო ესეთი ტარიფები. სიცხეშიც საჭირო არის. გამარჯობა. 454. ხება რომ დამძეხრათ. აჰა. მადლობა. არაფრის. გორგო ვაიელე ამას ავარაუდებია. ძალიან შორს მიმაქმერე და არ მაწყობს. შეტენვას აზრი არა აქ. ჯობია 2 სართული ესკალატორით ჩავიდე. Bass is pounding, shaking floor. იმედია ზუსტად გაქვს. 59. შეცდომა 22 და 70 უნდა მომწ. ხო. 20. აი, არა. ეგ მე ხო. ეს კაცი. არა, მე არ მაქვს პრობლემა. 23 თუ გაქვს? ეგ არის. არა, უოს კი არ ვიკოდი, უბრალოდ მე ანამუსით მიმოძრავ. არ შემელია ეგეთი რაღაცა რა. ამ შეკვეთასაც დავტოვებ და მორჩა უნდა წავიდე სახლში. Me faz de bolar de sinuca e me taco, taco, taco. Vem me dar vapo, vapo. მოკლედ მეგობრებო, სიმღერა იყო დღევანდელი დღე. 3 საათი ვიყავი გამოსული 4-დან 7-მდე და დავტოვეთ 11 შეკვეთა. ამ 11 შეკვეთაში გამოვიმუშავე 60 ლარი. ტიპის გარეშე რა თქმა უნდა და საშუალო თითო შეკვეთა გამოვიდა 5 და 40. გუშინდელი 3 საათიანი წვიმის მუშაობა იყო, როგორც ახსენე, 85 ლარი და საშუალოდ 8.5 იყო თითო შეკვეთა, მაგრამ ჩემი აზრით ეგეთი მუშაობა უნდა იყოს ყოველთვის სიცხეშიც და უცუდამინში უფრო უკეთესი. შეჯამებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. საათში 20 ლარი, ასე თუ ისე ნორმალური ტარიფია, ზოგი მეტ საკეთებს და ზოგი ნაკლებს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თუ არ დაიზარებ, მეტის გაკეთებაც არის შესაძლებელი. თუ რა თქმა უნდა ტარიფები და ობიექტები მოგცემს ამის შესაძლებლობას. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს გამომწერებს. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ხალხმა ნახოს, რომ არ არის მარტივი კურიერად მუშაობა და როგორ გზას გადის კურიერი, რომ მიუტანოს თავისი შეკვეთა. მიხარია თუ მოგწონთ და ამას კიდევ ხედავ კომენტარებში. მადლობა ჩემ ერთგულმაყურებელს. თქვენ კი ვინც უყურებთ და არ ყავარ გამოწერილი, არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მე კი ვეცდები უფრო და უფრო სასიამოვნო საყურებელი გავხადო ჩემი კონტენტი. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე დროებით.